მოგესალმებით, დღეს საოცარ ვიდეოს გპირდებით, მე და ჩემი პატარა ენი და არა მარტო ენი, ელისე და დედიკოც, აბა გვიყურეთ. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო კიდევ ერთხელ. ჩვენ ვიმყოფებით, აბა სად ვიმყოფებით თუ გამოიცნობთ. 8 ნოემბერია. ხო და ჩვენ ვიმყოფებით, შაბათი დღეა და რა თქმა უნდა გამოვედით გასასეირნებლად ქალაქ გარეთ. არც მეტი არც ნაკლები ჩვენ ვიმყოფებით ქვათახევის მონასტერში. მინდა აღნიშნო, რომ პირველად ვარ აქ მიუხედავად იმისა, რომ ვარ 33 წლის და სულ მალე 15 ნოემბერს 34 ჩემი სრულდება. პირველად ვიმყოფები ამ საოცარ ადგილას, ხო და თქვენთან ერთად შევიცნობ და გავიცნობ აქაურ მშვენიერებას და სილამაზეს. აბა, შემომიერთით, ჩემო პატარებო. გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას. აი ესეც შიდა ინტერიერ, ექსტერიერ. ძალიან კარგი სუნი დგას. აი ამ საოცარი ბზების ულამაზესი ტაძარია და მონასტერი. ესეც მონასტერის საოცარი ტაძარი. საოცარი ხატებია მინდა აღნიშნო. ესეთი ხატები ნამდვილად არ მინახავს სხვა ეკლესიებში. აი ნახეთ, სხვადასხვა ხატებს გადავუღებ, რომ თქვენც ნახოთ. ნახეთ რა საოცრებაა. ამ ხატზე ის არის აღბეჭდილი დიდი ალბათობით მამრეს მუხნარში სამი მგზავრი რომ მივა აბრაამთან და რო ეტყვიან შენი მეუღლე მუცლად იღებსო. აი ეს არაც ჩანს. ეს ქვევით რო არის დახრილი, ეს აბრაამია დიდი ალბათობით. ეს კიდევ ღვთისმშობლის მიძინების ხატია, ვის სახელობისაც არის ზოგადად ეს ტაძარი ქვათახევის მონასტერი. ნახეთ რა ლამაზია წმინდა გიორგის ხატი. აგერ ქვევით გველეშაპს ფეხს ადგავს. ესეც პირველად ნახე ესეთი. ნახეთ წმინდა დამიანი და წმინდა კოზმა მკურნალები. საოცარი ხატია. ესეთი მშვენიერია და ყველა ქართველს შეგვეწიოს ამ საოცარი ტაძრის მადლი. ღმერთი გვფარავდეს ყველას ერთად. ესეც ულამაზესი სამრეკლო. აი აქ კოშკიც ყოფილა. კეთ ბერებს შეშა დაუჩეხავთ უკვე. ზამთრისთვის ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ თბილა, აქეთ მაინც ცივა დიდი ალბათობით, იმიტომ რომ მაინც მთაში ვართ. ესეც წინხედი ამ საოცარი ტაძრის.
აი ესე მოვილოცეთ ულამაზესი ქვათახევის მონასტერი, ეხლა ელისე გარბის და მე ვცდილობ რომ ძალიან არ გაიქცეს. მოიცადე მამიკო. მაგრამ რა თქმა უნდა არ მიჯერებს და კარგია რომ არ მიჯერებს. თავისი მეხო უნდა გამოხატოს ბავშვმა. აბა ბედნიერად ჩემო სიყვარულებო. მადლობა ჩვენი ცქერისთვის და ჩვენი სიხარულის და ბედნიერების გაზიარებისთვის.